იმიტომ სუდი და რაღაც არ გინდა კეთილი სული არ უნდა სუდი მე არ ამიტომ დაიქცეს ქვეყანა აღარ არის გამოსავალი აქ არის ერთი გამოსავალი ასფერისროლა არ არის თავისთავად გამოსავალი მაგრამ აქ არის ერთი ყველა ერთად დავსვეს გადავდოთ ეს ამბიციები ეს რაღაცა მე ლიდერი ვარ და ის არავინ რა ჩვენისთანები ბევრი უნახავს საქართველოს ჩვენი გარდაწყებული არც დამთავრდება უბრალოდ ისი არ გავაკეთოთ რომ ხვალ ქუჩაში გამოსო ხვალ შვილებთან სიტყვის და პასუხის გვაქვს ჩვენობის ამიტომ მე თქვენ არა მარტო თქვენ ზოგადად ლაპარაკობ რომ ყველას ვეუბნები რომ ისიც ჩემო კოლეგებო მეგობრებო ძმებო თუგნებო ქართველებო დავსვდეთ ერთად დავსვდეთ და შევიმუშაოთ კონკრეტული გეგმა ეხლა ეს არის მეორე ნაწილი აი მე სხვათა შორის მაგ კრიტიკული დამოკიდებულებაც ამ დეკლარაციის მეტყველს არის მხოლოდ თეორიული ნაწილი კარგია მეთანხმები მხარს უჭერ მაგრამ ამას უნდა მოყვეს უკვე კონკრეტული რეალისტური გეგმა სამოქმედო გეგმა როგორ უნდა გავახორციელოთ ჩვენ ეს გეგმა რაც ამ კარგად ჩამოწერილ მემორანდუმში არის იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ გადადგება და ვინმეს ეჭვგეპარებათ რომ პრეზიდენტი არ გადადგება იმიტომ რომ ჩვენ ასეთი მემორანდუმები ადრეს გამოვაფერხეთ 200,000 კაცი ქუჩაში ვიძექით და ყველა ერთად ვეზარდით რომ მიშა გადადექი და არ გადადგა მიშა არ არის ის ადამიანი რომელიც ასეთ მემორანდუმები და დეკლარაციები გონებია თქვენ კი არ ამბობთ მიშა გადადექი თქვენი ზახით წადი ეგება დაკონკრეტება იყოს საჭირო და გადავიდა კანცელარიიდან რეზიდენციაში შეიძლება შეიძლება გავრებით ძალიან გამიკვირდა უმორის ზომა არ უნდა დაკარგო მაგრამ დღეს ვითარება ამ შემთხვევაში დღეს მე გამიკვირდა რომ თქვენ ესევე ეტაპით პირდაპირ თანხმობა განუცხადეთ იმ ადამიანებს, ვინც აი ეს პოლიტიკური მოთხოვნა ეს რა თქმა უნდა არავის არის ჟიხური მოთხოვნა რა, როდესაც დიდი კატასტროფები ან კატაკლიზმები არ ქვეყანაში წესი და რეგისტრება უნდა გადადგეს ხოლმე რომ აი ესე ვთქვათ თავისთავად უნდა შეამოწმოს მოსახლეობა ერთხელ გადადგა. თქო გავის მე თავრობა გადადგა. მე პირობით ამ თავრობას არ შეიძლება თავი დავანა. ბატონო დაი კარფუსო თავი დავანა. მომავალ აკა ჯობი დღეს თავრობას გადადგა. აი მაგრამ ეს თავრობა გადადგა და ვაფაგარი ნენელა მიდის. არა ეს თავრობა ეს არ არის მოდი სტორი შეფასება. შეოხასოთ აი რა მოხდა დღეს. ჩვეული კარუსელი. ეს არის გართო მე არ ვიცი ახლა შეეჩვია ჩვენი ხელისუფლებამ კარუსელის და შესაძლოა გადანაცვლად ჯამი არის ხო. მე რა რომ ერთი მინისტრი მეორე სამინისტროში გადადის. ან თუნდაც რა რომ ერთი პრემიერ-მინისტრი მიდის და ახალი მოდის და დარწმუნებული ვარ და დაგარწმუნებული. იგივე ბედიელის ახლა დილაუსაც რაც რა გულისხმობს იგივე ბედში რომ ანუ ვერ მართავს ამ გუნდს. იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრები ინიშნებიან როგორ გითხრათ არ არიან გუნდის წევრები. ანუ აქ მართველი ორგანო არის სულ სხვა, შეიძლება არც იყოს განო კონკრეტული თანამდებობის პირი ჩინოვნიკი, მაგრამ არის რაღაც კლანი, რომელიც დღეს მართავს სახელმწიფოს. ამიტომ გილაური შეიძლება კარგი ფინანსისტი იყოს და მე ხედავდი როგორ იქცეოდა გილაური სხვადასხვა აგვისტოს მოვლენების შემდეგ და მე ხუმრობით კარგი გაგებით ხუმრობ ისიც კითხავ რომ მოურავებით არის მეთი. ანუ კაცი როცა ელაპარაკებოდი ისოდა სად რა პრობლემა ქონდა, სად რა პოზიტივი ქონდა, ყველაფერზე ქონდა პასუხი და ნაფიქრი ეს საინტერესო ის არის SMS-ი ჯონი მაბადიათ რა რეკლამა მოგვიდა ბოლშევიკებს ნოადარებთ ამათო ისინი აშენებდნენ მაინც რა შეურაცხყოფა რა შეიძლება რეკლამაზე გავიგო ჩემ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და ბევრი კითხვები დამებადა და მინდა რომ შეგეძლო მე მგონი შენ ამ ეთერში მოვახერხებ ხელის მოწერას იქამდე მე როგორც ვატყობ აქედან რეკლამა ჩვენს ეთერში ბატონებოდა 2 წუთში გავაგზავნებ დეტალურ საუბარს ამ თემაზე მაშ ასე ბატონებო დეკლარაციაზე რამდენადაც ჩემს ცნობილი გახდა ეხლა ამ თემაზე საუბრობდით ქართული დასი აწევს ხელს მე ესე გავიგე ქართული დასი უჭერს მხარს მხარს უჭერს უახლოეს დღეებში გაირკვევა ვინ მოაწევს ხელს არა ისი რა მე მიმაჩნია რომ ხელი ამ დოკუმენტზე უნდა იქნას მოწერილი მე ესე ვფიქრობ ამ დოკუმენტში ვერ ხედავ ნეგატივებს ამიტომ ახლა სარეკლამო ჩაჭრის დროს ცდილობდი გურამის კარგი გაგებით დაგწუნებათ და ამის ხელმოწერისკენ რა მთელი პრაგმატიზმი რაც არის ამ ხელმოწერა ძალიან ღია ტექსტის ზოგი ჩვენ შევიმუშავოთ მემორანდუმი
და ჩვენ რო შევიმუშავებთ, ჩვენ დავსხდებით ვისაუბრეთ. ამაზეა საუბარი, ბატონო ჯონი თორე. აქ რო ეს მთავრობა, ეს ხელისუფლება როგორც თქვენთვის, ისევე ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ და იმიტომ ვართ ოპოზიციაში, ეს არის ძალიან ბანალური ესეთი ჭეშმარიტება, ხო? მაგრამ არ მხოლოდ დეკლარირებთ და ვიმოქმედოთ კონკრეტულად. გზა, როგორ მივიდივართ? გზა, აქედან პირველი არის კოორდინაცია. ჩვენ ყველას არ დავლა კავებუტებ. ერთმანეთს რატო არ გამომიგზავნა, რატო არ გამოვეკედა ჩვენ გუშინ გასაგებად არგუმენტი სუსტი არგუმენტია, იმიტომ რომ პირველ საათზე ყველა სააგენტომ გააცემა ტექსტი დეკლარაცია. ბატონო დათო, მოდი შეიძლება თემა იმითო, როდესაც სერიოზული თემაზე არის საუბარი და როცა გინდა პარტნიორობა, აუცილებლად ხდება შეხვედრა, საუბარი, რაღაც გეგმის დალაგება და მერე ხდება ურთიერთშეთანხმების გაფორმება. ის ორგანიზაციები, იმ ორგანიზაციებმა, რომელსაც ხელი მოაწერეს, მას ჰქონდათ კონსულტაციები, მე დაარწმუნებული. გუშინდე დათო იყო ჩემთან გამყოლებით. მას პირდაპირ განაცხადა ერთ-ერთ დათო გამყოლებით იყო. აქა და ბრძანა ხვალ ვაქვეყნებთ ამას, ღია ყველასთვის კარი, ვისაც გნება შემოგვიერთდით. ეს ფაქტიურად თქვენთან მიმართვა იყო თქვენსკენაც. წესი და რიგით არ არის ესეთი პოზიცია დაჭერა. პროგრამატული რომ შევერთა რა თქმა უნდა. თუ ჩვენ როგორ უნდა იაროს, როგორ უნდა წავიდეთ ჩვენ და საერთოდ პოლიტიკა როგორ უნდა წავიდეს ქვეყანაში, ეს მეორე საკითხია. ჩვენ მაგალითად ეროვნული დემოკრატები, მის გამო რომ ჩვენ შევედით პარლამენტში, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გზა არის სხვა მიმართულება. ან ჩვენ გვინდა სისტემატურად ბრძანებთ იდეაში ჩვენ ეხლა არის ერთწუთი ბატონო და ეხლა არის ძალიან სერიოზული მსჯელობა თვითონ აი საარჩევნო კოდექსზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, მე მგონი ბატონო ეს არის სერიოზული მსჯელობაა? კი, სერიოზული მსჯელობა, იმიტომ რომ სერიოზული ორგანიზაცია არის აქ ჩაბმული, ის ცდილობს რომ ყველა აი ამ პოლიტიკურ NDI-ზე არ მისცადა. NDI 2003 წელს იყო ჩართული. 2000 წელს იყო 19. ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს იგნორირება გავაკეთოთ, მაგრამ ეს არის ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის უნდა იყოს მისაღები. აქ არის საუბარი რომ მოხდეს შეთანხმება და თუ ჩვენ გვაქვს ეს კულტურა, ჩვენ უნდა მივიდეთ აი ამ შეთანხმებამდე და ეს იქნება პირველი ფაზა. შემდეგ, როცა არის თანამშრომლობაზე საუბარი, არის თემები და ამას მე გეუბნებით ეროვნული მოძრაობის გამოცდილებიდან. იქ არ იყო ვინმე პიროვნებაზე ბრძოლა, იყო დავიწყეთ, თქვათ იგივე რაღაც თემები. აი ენგურხესის თემა არის. ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია და თითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრს აქვს ოპოზიციურ სპექტრს აქვს საერთო პოზიცია. მოდით აი ეს თემა ამ თემაში რაღაც გამარჯვებას მივახციოთ. არის ახლა ეს ოპოზიცია არ აქვს ენგურხესთან დაკავშირებით. თქვენ უმცირესობა თქვენს კიდე თქვენმა კოლეგებმა იერიში მიიტანეთ ხეთაგურზე. ხეთაგურზე კი არ მივიტანეთ. მე მიმაში ეს არასწორ ესე იგი ნაბიჯებს, იმიტომ რომ ხეთაგურის დონეზე ენგურგესი საკატიბო ხეთაგურზე არ არის. ამიტომ გავაპროტესტე მაშინ ეს თქმა თქვი რომ ენგურგესი თუ გადასცა პრეზიდენტის ნებართვით ვინმე. ამიტომ მე ის პრეზზე ხოხი გადატეხვა, ფიქრობ რომ უფრო რა თქმა უნდა არ შემაქ ამას ეთქობა ბატონო სახლებარო სამას გაქვს. პრეზიდენტი არასწორი ინფორმაცია გაქვს. ინფორმაცია არ ვიყავი ინფორმაციაზე თქვენ დავითარია ჩვენ თქვით ჩვენ მიკონდათ იქ იყო კითხვები ჩვეულებრივი საკომიტეტო მოსვლენარი და ჩვეულებრივი კითხვებია, იმიტომ რომ მინისტრი იყო მოსული და მინისტრს კითხვები უნდა დაუსვა, მაგრამ თავარი საკითხი რა არის რომ ენგურხესი დარჩეს ისე როგორც არის და ეს არ გადავიდეს რუსების ხელში. ხო, ძალიან მარტივად ვარ. შეგვიძლია თუ არა აქ საერთო ნიადაგი იყოს და აი აქ მოვნახოთ საერთო და ყველანი გავერთიანოთ და შეგვიძლია თუ არა აქ მივახციოთ ჩვენ წარმატება. თუ კი ჩვენ აქ ვახცევთ წარმატებას, ეს არის გარკვეული იმედი საზოგადოებაში და შეგვიძლია კიდე შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება დავღალეთ აი ამ ნაბიჯებით, როდესაც ყველა აი ამ ნაბიჯს სამწუხაროდ იმედგაცრუება მოყვა, იმიტომ რომ რასაც ოპოზიციამ საერთოდ ვამბობ მე შეპირდა მოსახლეობას, ის შედეგი ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ ეს შედეგი იყო არარეალური. ამაზეა საუბარი. ამაზე არის საუბარი. მოდით შეიძლება ჩავერთო ეს გურამ ბატონო. მე მგონი ხდება ვარდისფერი არაფერი